სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, რომელიც იწვევს დიდ ინტერესს, ასევე კამაც არის დღეს აქტუალური. ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის სოციალური ქსელები, თანამედროვე ცოდვებზე, თავისუფლებაზე, ჩვენს არჩევანზე და რატომ ვერ მივდივართ ქრისტემდე და არის სხვა ძალიან საინტერესო საკითხები. მეგობრებო, აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწერეთ არხი, ეს დიდი თხოვნა არის, ასევე მოიწონეთ და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარები და გააზიარეთ ეს ვიდეო, გაჩერება მეტ და ბევრ ადამიანს, რომ ნახონ და გაიგონ, რომ არსებობს მართლმადიდებლური ქრისტიანული არხი, სადაც ჩვენ ვკითხულობთ, განვიხილავთ წმინდა მამების დაყრდნობით ბიბლიას და სწავლობთ წმინდა წერილს. აბა გაიხარეთ და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. რას ფიქრობს ღმერთი თანამედროვე ცოდვებზე? მეგობრებო, ჩვენი დრო ციფრული და ინფორმაციული საუკუნეა, ხო, უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ ამავე დროს ახალ სულიერ საფრთხეებსაც გვთავაზობს. აი, დღეს ცოდვა იღებს ახალ ფორმებს, იცვლის სახეს, იფუთება ლამაზად და ბევრი ადამიანი ვეღარ აღიქვამს მას ცოდვად. ზოგს უკვე ისეთ ჩვეულება შეაქვს, რომ არც კი იცის და რომ ეს უკვე ცოდვა არის და ისინი უკვე ჩვეულებაში გადაუვიდა, ჩვეულებრივ რიტმის ცხოვრების რიტმში. თუმცა ჭეშმარიტება უცვლელია, ხო, ეკლესია მარადიულია და მისი სწავლება დღესაც ისეთივე ძალიან ჟღერს, ხო, როგორც წარსულში. ხე, მეგობრებო, ღმერთი უცვლელია, მისი სიტყვაც უცვლელია. წმინდა წერილი ამბობს, იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე. ებრაელთა მიმართ 13:8. წმინდა ბასილი დიდია გვაფრთხილებს. თითოეული ადამიანი, ვინც მიატოვა ღმერთი და მიყვება თავის სურვილებს, უკვე ცოდვის გზას დაადგა. თუნდაც ამას ახალი სახელი ერქვას. დღევანდელი ცოდვები მხოლოდ ძველი ვნებების ახალი სახეა. სახელები იცვლება, მაგრამ სულიერი მდგომარეობა იგივე რჩება. ეხლა თანამედროვე ცოდვები. ძველი ვნებების ახალი ფორმები, მეგობრებო. აი, დღევანდელი მსოფლიოში განსაკუთრებით გვხდება რა სხეულისადმი სიამაყე და სექსუალური უზნეობა. ანუ თავისუფალი ურთიერთობები, პორნოგრაფია, ჰომოსექსუალობა და ასე შემდეგ, ხო? ლესბოსელები და მოკლედ აღარ ჩამოთვლი. თვითმკვლელობა და თვითაღმატება, სოციალურ ქსელების მეშვეობით, სადაც ადამიანი თავის მეს კერპად აქცევს. სიამაყე, ხო? ამპარტავნება, ეგოიზმი და უგულებელყოფა მოყვასისა. მეგობრებო, გულგრილობა და სხვების ტკივილის უარყოფა. ციფრული კერპები. ესე იგი, დროის უსასრულო დაკარგვა ეკრანებთან. ლოცვის მარხვისა და სინანულის ნაცვლად. დამახინჯებული თავისუფლება. რას ნიშნავს? ესე იგი, დამახინჯებული თავისუფლება, ანუ თავისუფლების გაგება როგორც ვნებების
კმაყოფილება და არა როგორც ცოდვისგან გათავისუფლება. ეკლესია და წმინდა მამები ყოველთვის ებრძოდნენ ამ ვნებებს. წმინდა იოანე ოქროპირი წერს. ვინც ემორჩილება ვნებას, იგი თვითონვე ქმნის თავისთვის ჯოჯოხეთს, ჯერ აქ, შემდეგ იქ. სახარებისეული მაგალითები, მარადიული ჭეშმარიტება, მეგობრებო, ნახეთ. ანუ პირველი მრუში ქალი იოანე ეს არის იოანეს სახარებაში ქალი, რომელიც ხალხს ქვებით სიკვდილით უნდა დაესაჯა ხალხს, ხო? იესომ გადაარჩინა. არა იმიტომ რომ ცოდვა, რა თქვათ, ნორმა ჩათვალა, ხო? არა, არამედ იმიტომ რომ სიყვარულით უთხრა. წადი და აღარ სცოდო. ქრისტეს ეს სიტყვები დღესაც ძალაშია, მეგობრებო. ეხლაც და ამ წამსაც მოქმედებს. და ძალაშია ცოდვა მოგეტევება თუ შეინანებ და აღარ გაიმეორებ. აი ბევრს რცხვენია წასვლა აღსარებაზე, ვის თქვათ, ცეც არ აქვს ხო ჩაბარებული აღსარება, არ შეგწყვეტ, მეგობრებო. იქ დამიჯერეთ უფრო შეგწყვეტ, გაცილებით მეტ. 100-ჯერ, 1000-ჯერ უფრო შეგწყვეტ. და თუ მოინანიებს ადამიანი, ჩვენ ამ შემთხვევაში მამაოს ჩვენს ვიდეოში აქ არხზე მიდევს, არ მახსოვს სად, მაგრამ საუბრობ ამაზე, მე მგონი ტექნოლოგიები სადაც არის იმ ვიდეოში, რომ ჩვენ მამაოს კი არ ვაბარებთ აღსარებას, იქ უხილავად ესწრება უფალი და თვითონ უფალი ბრძანებს, ხო? სახარებაში პირდაპირ ამბობს, რომ ვისაც მიუტევეთ, მას მიეტევება ცოდვები. კიდე სხვა შემთხვევაში ამბობს, რომ ვისაც რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ცაში, ხო? ზემოთ რა. ამიტომ ნურცხვენიათ, მიდით რაც შეიძლება დროულად, ესე იგი გირჩიონ რა უნდა ვიღაც ნაცნობი იქნება ნათესავი, დაელაპარაკეთ, აიყვანეთ ესე თქვათ მოძღვარი, ჩააბარეთ აღსარება და დამიჯერეთ რაღაც შეიცვლება თქვენში რაღაცა სხვა დაიწყება და რა თქმა უნდა ის ცოდვები, ეს მომაკვდინებელი ცოდვა თუ არის, აღარ უნდა ჩავიდენოთ ხელმეორე და უფალი მაგას მოგვიტევებს ჩვენ, ხო? როგორც მიუტევა ამ ქალს, რომელიც ხალხს ქვებით სიკვდილით უნდა დაესაჯა, სიკვდილით, წარმოიდგინე. ესომ გადაარჩინა კეთილმოწყობილ მეუბრე, როგორ რომ წადიო და აღარ სოდო. ანუ ჩვენს გვეუბნება, თითოეულ ჩვენდაგას გვეუბნება, რომ შემოგეტევაო ცოდვებიო, რა თქმა უნდა, აღსარებით, ზიარებით, მაგრამ შემდეგ წადიო, აღარ გააკეთო ცოდვა, მაგრამ აღარ გააკეთო მეორე ჯერ. და იქ კიდე სხვა შემთხვევაში სახარებაში ამბობს უფალი, რომ უფრო ვარესი არ დაგემართოს, ანუ აღარ გაიმეორეო ცოდვა, რომ უფრო ვარესი არ დაგემართოს. შემდეგ დაკარგული ხე ლუკაში წერია, ხო, ლუკას სახარებაში, რომელიც განუკითხავად ცხოვრობდა, ხო, ბოლოს უკან დააბრუნა, მამა სიხარულით შეხვდა და ამ შემთხვევაში მამა არის სიმბოლურად იქ ნიშნავს იგავში, ესე იგი ღმერთს, რომელიც ელოდება სიყვარულით, თვითონ ჩვენ მოუბრუნდეთ და ესე იგი სინანულით მისკენ მოუბრუნდეთ და ის გველოდება ჩვენ ხელგაშლილი გველოდება. ღმერთი ძალას არ ესე იგი გვახვევს, მეგობრებო, მაგრამ სიყვარულით გველოდება, ხო, მაშინ ესე იგი ყველა ძალით რო ყოფილიყო, მაშინ ყველა რობოტები ვიქნებოდით და ყველა მორწმუნეები გავხდებოდით, ხო? საერთოდ წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, ცოდვა ცოტა ხნით გატკბობს, ხო, ის ლამაზია, მაგრამ შიგნიდან დააღრვევს, ხო? დაგღრნის. ღმერთი კი მოთმინებით გელოდება და ერთ შეს ნაბიჯზე 1000 თავად გადმოდგამს, 1000 გადმოდგამს თავად. დღეს ბევრს გონია, მეგობრებო, ასევე რომ ცოდვაზე საუბარი სიძულვილის გამოვლენაა, სინამდვილეში ჭეშმარიტებაზე დუმილი, სულიერი გულგრილობა, ხო? წმინდა მამების გვასწავლიან, რომ სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, მაგრამ
სიყვარულით. წმინდა სერაფიმ მსარველი ამბობს, შეიძინე მშვიდობა და ათასები გადარჩებიან შენს გარშემო. გესმით? ანუ შენი ქრისტეს მიერი ცხოვრება სხვასაც უნდა შთააგონებდეს სინანულისკენ, ამით ადიდებდეს შენ კი არა მამას, ღმერთს. ესე იგი რა ვქნა თანამედროვე სამყაროში? ვიცხოვროთ ეკლესიური ცხოვრებით, ვიაროთ ესე იგი ეკლესიაში, ჩავაბაროთ აღსარება, შაბათკვირას არ გავასწრებთ ლოცვა წირვა, ვეზიაროთ, ვიმარხულოთ. არ შეუწყოთ ცოდვას, ესე იგი ხელი არ შეუწყოთ და არც სიტყვით, არც ქმედებით, ხო? ასე იგი არ მივიღოთ ცოდვა როგორც ნორმა. თუნდაც ეს საზოგადოებაში მიღებული რომ იყოს. ლოცვა და სინანული იყოს ჩვენი ყოველდღიური საქმე. მეგობრებო, ლოცვა არის იგივე ვარჯიში. ჩვენ ვივარჯი ყოველ დღე, დავაძალოთ ჩვენი თავი, აიძულოთ. რადგან ყველაფერში გულში იწყება, გულიდან იწყება. ფალი გულს უყურებს ჩვენს. წმინდა პაესი ათონელი წერს, გული გამოსწორდეს და ყველაფერი გამოსწორდება. დასასრულს მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ მეგობრებო, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ არასდროს შეირიგება ცოდვასთან არ იქნება შერიგება. სახარება და წმინდა მამების ცხოვრება ცხადად გვიჩვენებს, რომ ღმერთს უნდა არა ჩვენი დასჯა, არამედ ჩვენი დაბრუნება. დღეს ცოდვა შეიძლება ახალ სახელს ატარებდეს, მაგრამ მისი არსი იგივეა. ჭეშმარიტება კი არ ეცვლება, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ამინ.